ღმერთი ბედის ანაბარა არ გვტოვებს. ადამიანები, რომლებიც დღეს ასეთ საშინლე მდგომარეობაში არიან, რაც თავში მოუვათ, ყველაფერს აკეთებენ. ერთნი აბებით ცხოვრობენ, სხვები ნარკოტიკებით. ამგვარად, სამი შეცდომილი ქმნის რომელიღაცა ახალ რელიგიას. ყოველივე ამასთან შედარებით დანაშაულებები, უბედური შემთხვევები, ბოროტმოქმედებები ნაკლებად ხდება. ღმერთი ეხმარება ადამიანებს. მახსოვს ერთხელ ჩემთან სენაკში ერთმა ახალგაზრდა კაცმა ამოყო თავი და იკითხა: მის მინე გიტარა ხომ არა გაქვს? ის ხომ არ კმარა რომ ჰაშიშ შეწევა? არ კმარა რომ ენას ატარტარებს? და არ კითხულობს არის თუ არა ვინმე მისი მოსმენის ხასიათზე. ახლა გიტარაც მომინდომა. სხვები ცხოვრებამ დაღალა და სურთ რაიმე ბოროტება ჩაიდინონ. ან ერთი კარგი აურზაორი ატეხონ. აქ იმადზე კი არ ვლაპარაკობ, ვისაც მსგავსი სურვილი ბოროტი განზრახვის სახით უჩნდება და შეეწინააღმდეგება ამ სურვილს. ახლა იმ ადამიანების შესახებ საუბრობთ, რომლებიც ცხოვრებისაგან დაიღალნენ და აღარ იციან რა აკეთონ. ერთმა მითხრა: მინდა გაზეთებში ჩემზე დაწერონ, რომ გმირი ვარ. აი ამგვარ ადამიანთაგან ზოგიერთს იყენებენ კიდეც ბოროტი მიზნის მისაღწევად. მადლობა ღმერთს, ამასთან შედარებით ბოროტება მართლაც ნაკლებად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობამდე მივიყვანეთ თავი, ღმერთი ბედის ანაბარად არ გვტოვებს. ღმერთი ამჟამინდელ სამყაროს ორივე ხელით იფარავს. მაშინ როცა ძველ დროში მხოლოდ ერთით იცავდა. დღეს როცა ადამიანი ამდენი საშიშროებით არის გარემოცული, ღმერთი იცავს მას ისე როგორც დედა შვილს, რომელიც ესესაა სიარულს იწყებს. დღეს ქრისტე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდანები შეგვეწევიან მეტად, ვიდრე ძველ დროში, მაგრამ ჩვენ ეს არ გვესმის. და სადამდე მივიდოდა ქვეყნიერება, ეს შეწევნა რომ არ ყოფილიყო. ადამიანების უმრავლესობა აბებით ცხოვრობს. ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ სათქმელადაც საშინელებაა. ერთი მთვრალია, მეორე ცხოვრებაზე იმედგაცრუებული, მესამეს თავი აქვს გაბრუებული, მეოთხე უძლობით იტანჯება. და ხედავთ, როგორ მართავენ ეს ადამიანები ავტომანქანებს, დაქრიან მოტოციკლეტებით, ასრულებენ სარისკო სამუშაოებს, შრომობენ საფრთხის ქვეშ და განაყველა მათგანი არის საჭირო ფორმაში. მრავალი მათგანი შეიძლებოდა დასახიჩრებულიყო. როგორ გვიცავს ღმერთი? ჩვენ კი ამას ვერ ხვდებით. მახსოვს, ადრე ჩვენი მშობლები როგორ მიდიოდნენ მინდორში სამუშაოდ და ჩვენ მეზობლის ამარა გვტოვებდნენ. ჩვენ მათ ბავშვებთან ერთად ვთამაშობდით. იმ დროში ბავშვები გაწონასწორებულნი იყვნენ. მეზობელი მხოლოდ დრო და დრო გადმოგვხედავდა ხოლმე და თავის საქმიანობას აგრძელებდა. ჩვენ კი ჩუმად ვთამაშობდით. ასევე ქრისტე, დედა ღვთისა და წმინდანები უწინ მხოლოდ მეთვალყურეობდნენ სამყაროს. დღეს კი ქრისტეც, დედა ღვთისაც და წმინდანებიც გამუდმებით ხან ერთს სტაცებენ ხელს სადღაც, ხან მეორეს რაღაცისგან გადაარჩევენ